გადავშალოთ ბიბლია. მეორე ნეშტას წიგნი. მეორე ნეშტას წიგნი. 32 თავის უკანასკნელი მუხლი. 32, 33 და 33 თავის მეორე მუხლი. კითხულობთ ამ სამ მუხლს. 32, 33, 33, 2. განისვენა იეხისკიაჰომ თავის მამაპაპასთან და დამარხეს იგი დავითიანთა სამარხების აღსავალზე. პატივი მიაგეს მას სიკვდილის შემდეგ მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა. მის ნაცვლად მისი ძე მენაშე გამეფდა. ვაგრძელებთ, უკვე 33 თავია. 12 წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და 55 წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. ჩვენ აღარ წავიკითხავთ შემდეგ მუხლებს, სადაც აღწერილია მენაშეს ცოდვები. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ზეციერო ნუგეშის მცემელო, მადლობას გწირავთ შენი სიტყვისთვის. გევედრებით ქმენ, რომ ჩვენ უფრო მეტად მივენდოთ შენ სიბრძნეს, ვიდრე ჩვენს განსჯას. დაგვიახლოვე. მოგვანიჭე იესო ქრისტეს რწმენა. რათა დავიმკვიდროთ ამ რწმენით საუკუნო სიცოცხლე და ვაუწყოთ ის წუთისოფელში. გევედრებით იესო ქრისტეს მიერ. ამინ. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს, რომელიც დავიწყეთ წინა შეხვედრისას, წინა პარასკევს. ჩვენი საუბარი არის ყველაზე უღირსი მეფის, მენაშეს შესახებ. რადგანაც ეს ამბავი, ეს ისტორია მეფის შესახებ მოცემულია ბიბლიაში და გახდა ღვთისმსიტყვის ნაწილი, ჩვენ გულისყურით უნდა წავიკითხოთ და მოვეკიდოთ საღვთო წერილის ამ ნაწყვეტს. ვინაიდან აღწერილია მის შესახებ არა ისტორიისთვის, არა უბრალოდ ინფორმაციის მოწოდებისთვის, არამედ ჩვენს დასარიგებლად, სასწავლებლად. იმისათვის, რომ ჩვენ მოვისმინოთ ამ ისტორიაში ღვთის ხმა, მივიღოთ ღვთისაგან დარიგება და დამოწხრა. საუბარი ჩვენი ამ მეფის შესახებ სამ ნაწილად დავყავით. გავიხსენოთ. სამ ნაწილად. პირველი. მენაშეს ხილული წარმატება. მეორე. მეფის სახელი და მესამე. მეფის წარმოშობა. წარმატება, სახელი, წარმოშობა. პირველ ნაწილში ჩვენ ვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ
მენაშე იუდეის მე-14 მეფე ყველაზე ხანგრძლივად დიდხანს მეფობდა მეფეთა შორის. მთელი 55 წელი. არ უმეფია ამდენი ყველაზე სახელოვან მეფეს დავითს, არც პირველ მეფეს საულს, არც იმ მეფეს, რომელმაც ტაძარი ააგო სოლომონს. ყველაზე უღირსმა, უკეთურმა მეფემ კი იმეფა 55 წელიწადი. ყველაზე უფრო მეტი. ჩვენ თქვით პირველ ნაწილში საუბრისას, რომ მენაშეს მაგალითის მიხედვით შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა. დასკვნა იმისა, რომ ხილული გარეგანი წარმატება არ არის ყოველთვის ნიშანი ღვთისმოსაობის ღმერთთან მისაღები ურთიერთობის. ის რომ მენაშე ყველაზე მეტად ხანგრძლივად მეფობდა, საერთოდ არ იყო იმის მაჩვენებელი, რომ მას ღმერთთან ჰქონდა საუცხო ურთიერთობა. პირიქით, ყველაზე საშინელი, ყველაზე უკეთური მეფე გახდა. რაბინულ ტრადიციაში სამი მეფის სახელი მოიხსენება, რომლებსაც არ აქვთ ხვედრი წილი მემკვიდრეობა მომავალ სამყაროში. პირველ ადგილას არის მენაში. შემდეგ არის, როგორც უკვე ვთქვით, იერობოამ პირველი და აქაბი. გავიხსენოთ წმინდა იოანე ოქროპირი, რას ამბობს მენაშეს შესახებ. იუდეის მე-14 მეფის შესახებ. ის ბრძანებს, რომ მენაშემ ყველას გადააჭარბა უგუნურებასა და სისასტიკეში, დაამხო კანონიერი ღვთისმსახურება, დაკეტა ღვთის ტაძარი და ხელი შეუწყო გაუკუღმართებული ცხოვრების, უკუღმართობების აყვავებას. ის გახდა, ამბობს წმინდა მამა, ყველაზე უწმიდური თავის წინამორბედთა შორის. გარეგანი სიკეთეები, წარმატება არ არის ყოველთვის ნიშანი იმისა, რომ ღმერთთან არის ყველაფერი საუცხოდ. რომ ღმერთს ესათნოვება ცხოვრება ამ პიროვნებისა, ან თავად ეს პიროვნება. ჩვენ უნდა ვუარყოთ ეს აზრი და გამოვემშვიდობოთ ასეთ აღქმას, ვულგარულ, ხორციელ აღქმას ღვთისმოსაობისა, ღმერთთან ურთიერთობისა. თუ ყველაფერი რიგზია, თუ გარეგანი ნიშნები, სიკეთეები სახეზია, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთს ესათნოვება ცხოვრება ან ეს პიროვნება, ან მას აქვს ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა და ღმერთთან საუცხო ურთიერთობა. ეს ასე არ არის. და მენაშე არის ამის საუცხო მაგალითი. ის იყო ყველაზე დღეგრძელი. ყველას გადააჭარბა დღეგრძელებაში. არც უბედური შემთხვევით გარდაიცვალა, არც ავადმყოფობით გარდაიცვალა. ცხოვრობდა და მეფობდა. მაგრამ იყო ყველაზე უარგისი, მიუღებელი, უწმიდური მეფე. ყველაზე დღეგრძელი მეფე. გარეგნულად ჩანდა, რომ თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სინამდვილეში ის ყველაზე მეტად ეურჩებოდა ღმერთს, ყველაზე მეტად მტრობდა ღმერთს. დღეს ჩვენი საუბრის მეორე ნაწილში
უნდა განვიხილოთ საკითხი. იმის შესახებ, არის თუ არა სახელი, სახელწოდება, წოდება. უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ამ სახელის მატარებელი არის ღვთისმოსავი. რომ ამ სახელის მატარებელი, ან ამ სახელწოდების მატარებელი ღმერთთან არის მშვიდობაში. რომ ღმერთი კმაყოფილია მისით და რომ ღმერთს ესათნოვება ის. სხვანაირად რომ ვთქვათ, სახელი არის თუ არა უტყუარი ნიშანი ჭეშმარიტი ღვთისმოსავობისა. სახელის ტარება. ჩვენ წავიკითხეთ ტექსტი მეფის შესახებ, რომელიც ატარებდა არც თუ ისე მეორეხარისხოვან, ურიგო, ცუდ სახელს. პირიქით. ხიზკიაჰუს ძე, რომელიც გამეფდა მისი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი მეფე, რომლის შესახებაც ჩვენ ვკითხულობთ, ატარებდა უშესანიშნავეს სახელს. მენაში. ბიბლიიდან ვინ გახსოვთ ამ სახელის მატარებელი? ოჯახ იოსებ შვენიერის პირმშო. შესაქმეს წიგნში, დაბადების წიგნში ჩვენ ვკითხულობთ, რომ იოსებს შეეძინა ეგვიპტეში ორი ძე. პირმშოს დაარქვა სახელად რა? მენაშე, ხოლო მეორეს ეფრემი. რატომ დაარქვა მან პირველს მენაში? ხო არ გახსოვთ? ოჯახ, სწორია. დამავიწყდა. ღმერთმა მომცა დავიწყება იმ ტანჯვისა უბედურებისა, რაც გადამხდაო. ასეა თუ ისე, მენაშე ეს სახელოვანი სახელი იყო მთელ ისრაელში. ეს სახელი იყო სახელწოდება მთელი ტომისა. რამდენი ტომი იყო? ისრაელში 12. რატომ ვერ ხედავთ ამ ტომებს შორის იოსების სახელს? აბა, თუ მეტყვით. არადა რამდენი ძე ყავდა იაკობს? რამდენი ძე ყავდა? 12. იყო თუ არა ამ ძეთა შორის იოსები? არის. რატომ ვერ ხედავთ მაშინ 12 ტომის სახელწოდებათა შორის იოსებს? როდესაც ხდება მიწების გაყოფა, როდესაც ხდება კარვების განლაგება, იოსებს ჩვენ ვერ ხედავთ. რატო? სად გაქრა ეს იოსები? გეკითხებით, მიპასუხეთ, სად გაქრა ეს იოსები? გამოიღვიძეთ, ნუ გძინავთ. სად გაქრა? მითხარით. სწორია, იაკობმა იშვილა მისი ორი ძე. იოსები იყო ორ სახელში წარმოდგენილი, მენაშეში და ეფრემში. იოსების სახელი კი არ დაიკარგა, პირიქით, იოსების სახელი გამრავდა. ღმერთმა განსაკუთრებული წყალობა უწყო იოსებს. ერთი სახელით კი არ იყო წარმოდგენილი, როგორც მისი ძმები, მთელი ორი სახელით, მენაშეთი და ეფრემით. მენაშე გახდა მთელი ტომის იაკობის შთაომავლების სახელწოდება. მენაშემ იორდანეს ორივე მხარეს დაიმკვიდრა აღქმული მიწა. ნახევარმა ტომმა ერთ მხარეს, მეორე ტომმა მეორე მხარეს. მენაშელები იყვნენ მებრძოლები და ნებისმიერ შემთხვევაში მენაშე პირველად ბიბლიაში გვხვდება როგორც იოსებ შვენიერის სახე, ძის, პირმშოს სახელი.
მენაშე როგორც ტომის სახელწოდება, რომელმაც დაიმკვიდრა აღქმული მიწა. ეს იყო სასახელო, ეს იყო სადიდებელი სახელი. მენაშეს მისამართი ჩვენ გვესმის კურთხევები. როგორ აკურთხებს იაკობი. არის თუ არა მენაშე ეს სახელი ახალ აღთქმაში სადმე? ცოტაოდენი ჩვენ გავჩერდით ამ სახელზე, რომ გავცეთ დასმულ შეკითხვას პასუხი. ახალ აღთქმაში არის თუ არა მენაშე? არაო. არის თუ არა სხვა მოსაზრება? სამარისებული სიჩუმე. მენაშეზე. ჩვენ ვლაპარაკობთ მეფეზე მენაშეს სახელზე. არის მეგობრებო, ახალი აღთქმა იწყება ახალი აღთქმა იწყება სახელების ჩამოთვლით, რომელთა შორის არის მენაშე. მეცაც გეტყვით, ახალი აღთქმა მთავრდება სახელების ჩამოთვლით, რომელთა შორის არის მენაშე. მათეს სახარებაში მენაშე, გამოცხადების წიგნში მენაშე. მენაშე ეს არ არის ჩვეულებრივი რიგითი სახელი, ეს დიდებული სახელია. ახლა კი შეხედეთ ამ პიროვნებას, რომელიც ატარებს ამ სახელს. რომელსაც დაერქვა ეს სახელი. ის ფაქტი, რომ ატარებდა ამ სახელს, იყო თუ არა იმის მანიშნებელი, რომ ამ სახელის მატარებელი იყო შესანიშნავი პიროვნება. რომ ამ პიროვნებას, ამ სახელის მატარებელ პიროვნებას ჰქონდა შესანიშნავი ურთიერთობა ღმერთთან, რომ ის იყო ღვთისმოსავი. კი თუ არა? არა, პირიქით, ამ დიდებული სახელის მატარებელი აღმოჩნდა ყველაზე უვარგისი, უკეთური ადამიანი. და აქედან ჩვენ ვიგებთ, რომ სახელი, წოდება არ არის უტყუარი ნიშანი. ღვთისმოსაობისა, ღმერთთან კარგი ურთიერთობებისა, ღმერთის მხრიდან კმაყოფილების. სახელი კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამ სახელის მატარებელი არის ამ სახელის შესატყვისი. იყო თუ არა მენაშე მეფე, მენაშეს აი ამ სახელის შესატყვისი. კარგი სახელის შესატყვისი. მოდით მოусმინოთ წმინდა პავლე მოციქულს, რომელთა მიმართ ეპისტოლე მეორე თავი. მე წავიკითხო. ბოლო ორი მუხლი. ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე. და არც წინადაცვეთილობა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე, არამედ ვინც დაფარულშია, ის არის იუდეველი. და გულის წინადაცვეთა სულშია, არა ასოში. მისი ქება კაცთაგან კი არა, ღვთისგან არის. მე მგონი ყველაფერი თვალსაჩინოა. რას ამბობს წმინდა პავლე მოციქული? სახელში არ არის ძალა. სახელი არ განსაზღვრავს. სახელი ეს არ არის უტყუარი ნიშანი. იყავი გარეგნულად წინადაცვეთილიო, გერქვას იუდეველიო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ნამდვილად იუდეველი და ნამდვილად წინადაცვეთილი ხარო. განა ამას არ ამბობს? ამ ორ მუხლში, რაც ახლა წავიკითხეთ წმინდა პავლე მოციქული. იუდეველი ის კი არ არის, არ წინადაცვეთილობაა ის, ანუ იყავი გერქვას ყველაზე დიდებული შესანიშნავი სახელი. ეს არ ნიშნავს, რომ
შენ ამ სახელის შესატყვისი ხარ. შენ ნამდვილად ეს ხარ, რასაც ეს სახელი ამბობს. იესო ქრისტეს მოწაფეები ანტიოქიაში პირველად წოდებულნი გახდნენ რა სახელით? რა სახელი ეწოდათ მათ? ანტიოქიაში ქრისტეს მოწაფეებს ქრისტიანები. ჩვენთვის იესო ქრისტეს მორწმუნეებისათვის ამაზე უფრო დიდებული და პატივდებული სახელი არ არსებობს. მაგრამ ისევ ჩვენს კითხვას დაუბრუნდეთ. ყველა ვინც ატარებს ქრისტიანის სახელს, ქრისტიანია? ყველა ვინც ატარებს საუცხო სახელს, ამ სახელის ღირსია? ყველა ვინც ქრისტიანის სახელს ატარებს, შეესატყვისება ქრისტიანის მოწოდებას? ახლა გითხოთ ყურადღებით. წმინდა გრიგოლ ნოსელს აქვს ერთი საუცხო თხზულება, რომლის სახელწოდება არის რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა? რა არის? და ამ თხზულებაში ჩვენ მე მგონი თუ არ ვცდები, არაერთ გზის გაგვხსენებია ეს თხზულება წმინდა გრიგოლ ნოსელისა. რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა? ამ თხზულებაში ეკლესიის მამა გვაუწყებს ერთ ამბავს, რომელიც გადახდა თავს ალექსანდრიაში ერთ-ერთ მომთვინიერებელს, სასწაულთმოქმედს, როგორც ამ თხზულებაში არის დაწერილი, რომელმაც მოათვინიერა მაიმუნი. გახსოვთ ეს მაგალითი? წმინდა გრიგოლი ამბობს, ამბობენ, რომ ვიღაც სასწაულთმოქმედმა ქალაქ ალექსანდრიაში გაწვრთნა მაიმუნიო. რა გაუკეთა ამ მაიმუნს? ჩააცვა, ასწავლა ცეკვა და გამოყავდა ხალხის წინაშე, როკავდა, ანუ ცეკვავდა ეს მაიმუნი, ართობდა ხალხს და მეტიც, რომ მაიმუნის სახე დაემალა, ნიღაბიც კი გაუკეთა. ანუ ნიღაბი ქონდა, ჩაცმული იყო ტანსაცმლით, ცეკვავდა, იგრიხებოდა და იქცეოდა როგორც ადამიანი. და ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის დროს, ამბობს წმინდა გრიგოლ ნოსელი, ერთ-ერთმა მაყურებელმა წინ დაუდო ნუგბარი საჭმელი, ანუ გემრიელი საჭმელი. აი ამ მაიმუნს. დაინახა თუ არა მაიმუნმა, რა გააკეთა? აღარ აინტერესებდა, რომ ტანსაცმელი ეცვა, ნიღაბი ქონდა გაკეთებული, რომ ხალხს ათოვდა, ცეკვავდა, რა გააკეთა? დაინახა თუ არა საჭმელი. გაიწოდა ხელი და დაიწყო ამ საჭმლის, დაყრილი საჭმლის ჭამა. და უკეთ რო ეჭამა, ნიღაბი მოიგლიჯა, რომ ნიღაბს ხელი არ შეეშალა და ისე მიირთვა. გამოაჩინა თავისი სახე. ვინც იყო? ანუ პროზორად რაც იყო, მაიმუნი იყო. ყველამ დაიწყო სიცილი და ამ მაგალითის საფუძველზე წმინდა გრიგოლ ნოსელი მოусმინეთ რას წერს. ამრიგად ზადხართ რომ მოусმინოთ ეკლესიის მამას. ამრიგად როგორც მაიმუნისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მოგონილი გამოსახულება, რომ ადამიანად ჩაეთვალათ იგი, რადგან ჭამაში მსუნაგობამ ამხილა მისი ბუნება, მსგავსადვე, ვისაც სარწმუნოების მიერ ჭეშმარიტად არ ჩამოუნაკვთავს, უпростоრად თავისი ბუნება,
ეშმაკეული საცდური ადვილად ამხელს მას, რომ სხვა არის იგი და არა იმ აღთქმისა, რაც აქვს. ეშმაკის უკეთური სავაჭრო უძღებ ადამიანებს ლეღვისა და ნუშის ნაცვლად ცუდ მედიდობას, პატივმოყვარეობას, ანგარებიანობას, გემოთმოყვარეობას და სხვა ამგვარს თავაზობს. რითაც ადვილად ააშკარავებს მაიმუნის მსგავს სულებს, რომლებიც გარეგნული მიბაძვის გზით ქრისტიანობას ფარისეულობენ. ვნებათა ჟამს კი განიშორებენ გონიერების სიმშვიდისა თუ სხვა რამ სათნოების ნიღაბს. მე მგონი გასაგებია, ხო? ანუ რაც არ უნდა ნიღაბი სათნოების თუ სიმშვიდის ჰქონდეთ მათ, როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, ეშმაკის მიერ მოწყობილი საცდურის ან საცდურების პირობებში ისინი ავლენენ საკუთარ ნამდვილ ბუნებას. და ახლა მოისმინეთ, გთხოვთ. თუ ვინმეს ქრისტეს სახელი აქვს შემოსილი, ანუ ატარებს ქრისტეს სახელს, მაგრამ თავისი ცხოვრებით არ ავლენს იგი სხვა დანარჩენთ, რაც კი ქრისტეს სახელთან ერთად მოიაზრება, ამგვარი ვინმე აყალბებს აღნიშნულ სახელს და ზემორე მაგალითის მსგავსად, ანუ მაიმუნის მსგავსად, ადამიანის სახის გამომხატველ უსულო ნიღაბს აცმევს იგი მაიმუნს. რადგან ისევე როგორც არ შეიძლება რომ ქრისტე არ იყოს სამართლიანობა, სიწმინდე, ჭეშმარიტება და ყოველგვარი უკეთურებისგან გაუცხოება, ასევე არ შეიძლება რომ ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად ქრისტიანი, ამბობს ეკლესიის მამა, არ ავლენდეს თავის თავში ამ სახელებთან ზიარებას. ანუ ატარებს სახელს, მაგრამ არ ავლენს ცხოვრებაში ამ სახელს. და ისაკეთებს დასკვნას. წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, ამრიგად ქრისტიანობის არსის განმარტებისას, როგორც დებულებას, ისე ვიტყვით, ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა. ძალიან მოკლე განმარტება ქრისტიანობისა. შეიძლება სვამენ ასე შეკითხვას, რა არის ქრისტიანობა? წმინდა გრიგოლ ნოსელი განმარტავს, ძალიან მოკლედ, ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა. ეს არ არის უბრალოდ სახელის ტარება. სახელი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს შესანიშნავი. მენაშეს შესანიშნავი სახელი ჰქონდა. იოსების ვაჟის სახელი და მთელი ტომის მამამთავრის სახელი. მაგრამ მისი ცხოვრება იყო ამ სახელის შემარცხვენელი. ისევე როგორც ვინც ატარებს ქრისტიანის სახელს, უნდა იქცეოდეს როგორც ქრისტიანი. ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ასეთი დასკვნა. დასკვნა დარიგება. ჩვენ უნდა ვიყოთ ქრისტიანები არა მარტო სახელით, არამედ ცხოვრებით. აი რას ნიშნავს მენაშეს ამ უღირსი მეფის მაგალითი ჩვენთვის. არა ჩვენ სახელში გამოიხატება ჭეშმარიტი ჩვენი მოწიწება ღვთისადმი, ღვთისმოსაობა, ქრისტიანობა. ისე ვიმეორებ, ისე ვუბრუნდები წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს. ის კი არ არის, ვინც გარეგნულად არის, ვინც მხოლოდ სახელს ატარებს, ვისაც მხოლოდ გარეგანი ნიშანი გააჩნია წინადაცვეთილობისა, ის კი არ არისო წინადაცვეთილიო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანულად რომ ვთქვათ, ვინც მონათლულია გარეგნულად, ნიშანი აქვს ნათლობისა და არ ცხოვრობს როგორც მონათლული. შეიძლება ჩაითვალოს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, მისი ლოგიკის თანახმად მონათლულად. საღვთო წერილი
ეკლესიის მამები, კერძოდ წმინდა გრიგოლ ნოსელი ერთხმად განაცხადებენ, ერთსულოვნად გვასწავლიან, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ არა უბრალოდ და მხოლოდ მატარებლები ამ დიდებული სახელისა, რაც არის ქრისტიანი, არამედ ამ სახელის სულისკვეთებით უნდა ცხოვრობდეთ ყოველ დღე. თუ არა და დავემსგავსებით იმ მაიმუნს, რომელიც ალექსანდრიაში გამოწვრთნეს და გამოაწყვეს, ნიღაბიც მისცეს, მაგრამ პირველივე განსაცდელის, პირველივე ცდუნების შემთხვევაში გამოავლინა თავისი ნამდვილი ბუნება. ყველაზე კარგი ქრისტიანისათვის, რომ გამოავლინოს თავისი ქრისტიანობა, ეს არის განსაცდელში აღმოჩენა. იმიტომ რომ სწორედ განსაცდელი აჩვენებს ქრისტიანია თუ არ არის ქრისტიანი. არ არის საჭირო ხელოვნურად შექმნათ ეს განსაცდელი. ამ ქვეყანაში უამრავი განსაცდელი არსებობს. ამ განსაცდელების პირობებში ჩვენი სახელი როგორც ქრისტიანისა შეიძლება გამოვაჩინოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ უშესანიშნავეს განმარტებას, ძალიან მოკლე განმარტებას, რომელსაც წმინდა გრიგოლ ნოსელი უწოდებს დებულებას. დებულების სახით განმარტოთო, რა არის ქრისტიანობა. დღეს ვცხოვრობთ 21 საუკუნეში, ეს განმარტება მე-4 საუკუნიდან გვესმის ჩვენ საუკუნეების ასწლეულების შემდეგ. ქრისტიანობა ეს არის საღვთო ბუნების ბაძვა. მიბაძო ღმერთს, არა მხოლოდ სახელი კონდეს კარგი, არამედ რეალურ ცხოვრებაში მივბაძოთ მას. რატომ? რატომ არის ასე აუცილებელი? მოდით ვთქვათ ჩვენს დღევანდელ საუბარში. რატომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელით, არამედ ცხოვრების წესით. სულ მცირე რამოდენიმე მიზეზი არსებობს, რატომ არის აუცილებელი. პირველი, რწმენა საქმეების გარეშე როგორია? მკვდარია. წმინდა იაკობ მოციქული ამბობს, ვინც ამბობს, რომ აქვს რწმენაო, დააკვირდით, არ ამბობს, ვისაც აქვს რწმენაო, არა, ვისაც აქვს ნამდვილი რწმენა, ის ყოველთვის გამოავლენს ამ რწმენას საქმეებში. მაგრამ იაკობი ამბობს, ვინც ამბობს, არის განსხვავება, ვისაც აქვს და ვინც ამბობს შორის, თუ არა? შეიძლება ბევრ რამეს ვამბობდე. თქვით, აბა მაქვს მილიონი ლარი. შეიძლება ვინმეს გაქვთ, არ ვიცი, მაგრამ დაუშვათ არ გაქვთ. და ამბობთ, მაქვს მილიონი ლარი. ნიშნავს ეს, რომ გაქვთ მართლა მილიონი ლარი. მაგრამ შეიძლება გქონდეთ მილიონი ლარი, მაგრამ არ ამბობდეთ ამის შესახებ. არამედ ჩანდეს, რომ გაქვთ მილიონი ლარი. იაკობი ამბობს, ვინც ამბობს, რომ აქვს რწმენა, თუ საქმეები არ გააჩნია, ნიშნავს, რომ მას არ აქვს რწმენა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენი ცხოვრება არ შეესატყვისება ჩვენ სახელს, ჩვენ ვკლავთ ჩვენ სახელს. ჩვენ ვკლავთ ჩვენს სახელს. არ ვიქცევით ჩვენი სახელის შესაბამისად. შევურაცხყოფთ მას. იმიტომ რომ არა სახელი წარმოგვაჩენს ჩვენ. ხოლოდ არამედ შესაბამისი საქმეები.
ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ერთი დიალოგი, რომელიც შედგა დონ კიხოტსა და მწყემს ბიჭს შორის. დონ კიხოტის პირველი ნაწილის მეოთხე თავში მოთხრობილია ერთი დიალოგის შესახებ. დონ კიხოტი ხედავს ერთ კაცს, რომელიც ძალადობს ბიჭს, შეკრაის და ცემს. და მან წარმოიდგინა, რომ ეს კაცი იყო რაინდი. მიეჭრა მას თავისი შუბით და გაათავისუფლა ეს ბიჭი. შემდეგ გამოიკითხა ამ კონფლიქტის ვითარება, თუ რატომ სცემდა, რატომ ჟიდა ეს კაცი ამ ბიჭს და აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი იყო მწყემსი. ხოლო ეს კაცი იყო დიდარი გლეხი. გლეხი იყო უკმაყოფილო ამ მწყემსით. ზარალდებოდა მის გამო. კარგავდა ის ცხრებს, უყურადღებოდ იქცეოდა და ამის გამო სჯიდა. ერთი სიტყვით დონ კიხოტმა გაათავისუფლა, იხსნა ძალადობისგან ეს მწყემსი ბიჭი და დაავალდებულა ეს გლეხი, რომ გადაეხადა ფული აი ამ მწყემსისთვის. ჯერ გამოკითხა, რამდენი გმართებსო, რამდენი აქვს გადასახადიო, მწყემსი ეუბნება ამდენი და ამდენიო. ის ეუბნება გადაუხადეო. და შემდეგ ეუბნება, რომ წაყევიო მასო და გადაგიხდისო. და მწყემს ეშინია. რაც ქვია, წავყევიო, რო წავყვებიო, კი არ გადამიხდისო. დამჯისო. ნუ გეშინიაო. ამ მწყემს ანდრესი ერქვა. ნუ გეშინიაო ანდრესი, ეუბნება დონ კიხოტი. დაიფიცოსო, აი ამ რაინდმაო, რაინდად წარმოიდგინა ეს გლეხი, დაიფიცოსო, თავისი ორდენის სახელიო. და ამ ფიცს შეასრულებსო. იმიტომ რომ მას ეჯერა თუ კაცი იტყვის სიტყვას, თუ დაიფიცებს, უნდა შეასრულოს კიდეც. და ანდრესი ეუბნება, ჩემო ბატონო, რა ორდენიო? რა რაინდიო უბრალოდ? ის არისო ერთი მდიდარი გლეხი, სახელად ხუან ალდუდო. ასე ქვია ამ რომანში, აი ამ გლეხს, ხუან ალდუდო. არანაირი რაინდი არ არისო ხუან ალდუდო. და დონ კიხოტი პასუხობს. ის ეუბნება ანდრეს, გვარცო მნიშვნელობა არა აქვსო. ალდუდოებით შეიძლება იყვნენ რაინდებიო. და შემდეგ ამბობს ასეთ სიბრძნეს. არა ჩვენი სახელი გვაპატიოსნებსო. არამედ საქმენი ჩვენი გვანიჭებს ღირსებასო. გესმით? ისო არ არისო რაინდიო, ისო ალდუდო არისო, რა მნიშვნელობა აქვსო? ალდუდო არის თუ სხვა რამა? სხვა სახელი აქვსო. ჩვენი სახელიო არ გვაპატიოსნებსო. ჩვენი საქმეები გვანიჭებენ ღირსებას და პატივსო. და შემდეგ ამბობს, ყველა ჩვენგანი თავისი საქმეების შვილი არისო. ყველა ჩვენგანი თავის საქმეთა შვილია. ასე ამბობს დონ კიხოტი, რომანის მთავარი გმირი. ხო ბიბლიურია. იმიტომ უნდა ვიცხოვროთ იმ სახელის ღირსად, რომელსაც ვატარებთ, რომ მარტოოდენ სახელი ჩვენ არაფერს არ მოგცემს. არაფერს საერთოდ. ჩვენი სახელი მოკვდება, როგორც წმენა საქმეების გარეშე კვდება.
თუ ამ სახელს არ აქვს შესაბამისი საქმეები, რომელიც ავლენს აი ამ სახელს. და მეორე მიზეზი, რატომ უნდა ცხოვრობდეთ? არა მხოლოდ სახელით, როგორც ქრისტიანები, არამედ ცხოვრებით და საქმეებით, როგორც ქრისტიანები, სხვადასხვა განსაცდელში. იმიტომ რომ სხვანაირად თუ მხოლოდ სახელით ცხოვრობთ და არა შესაბამისი საქმეებით, ამ სახელს შევურაცხყოფთ. ერთი ასეთი ლეგენდა არსებობს ალექსანდრე მაკედონელის შესახებ. ალექსანდრე მაკედონელი, როდესაც იბრძოდა, მას რაზმში, არმიაში ყავდა მეომარი, რომლის სახელი იყო ალექსანდრე. და ხედავდა, რომ ყოველი ბრძოლის დროს ეს ალექსანდრე გაურბოდა მტერს. ანუ შიშარა იყო. და ერთხელ მოიხმო ალექსანდრემ ეს ალექსანდრე და უთხრა: ან შენ რამე გაუკეთე შენს შიშს, მოთოკე და გაუმკლავდიო, ან და სახელი გადაირქვიო. იმიტომ რომ ალექსანდრეს არ ეკადრება ბრძოლის ველიდან გამოქცევა. გვესმის ხო მნიშვნელობა? ანუ ამ შენი ქცევით ალექსანდრეს სახელს ნუ მიტეხაო, გამოიცვალე სახელი, ან რაღაცა გაუკეთე შენს შიშსო, შენს სიმხდალესო. წმინდა პავლე მოციქული ეპისტოლეებში არაერთ გზის გვეუბნება: მოიქეცით მოწოდების ღირსად, მოიქეცით მოწოდების ღირსად, მოიქეცით მოწოდების ღირსად. და რა მოწოდება ეს? იყო ქრისტიანი. ამას დიდი მოწოდება არ არსებობს. ანუ რასაუს წმინდა პავლე მოციქული? გერქვას ეს დიდი სახელი, გერქვას ეს დიდი სახელი, არა. ანუ ამ სახელით იცხოვრე. ან შეწყვიტე, უღარ იწოდები ქრისტიანად. რამე სხვა სახელი მოირგე, მაგრამ ქრისტიანად მოდი აღარ იწოდებოდე. იმიტომ რომ იყო ქრისტიანი ნიშნავს იქცეოდე ამ დიდებული სახელის, ცდილობდე ამ დიდებული სახელის ღირსად მოქცევას. ახლა კი მივოდექით უმნიშვნელოვანეს საკითხს. იესო. როგორ შეიძლება ჩვენ აი ამ მოცემულობაში ცხოვრობდეთ, რომ არა მარტო სახელს ვატარებდეთ, არამედ ამ სახელის ღირსად ვიქცეოდეთ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? იესო ქრისტეს გამო, იესო ქრისტეს მიზეზით. რა იგულისხმება? ერთადერთი კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც სრულყოფილად თავისი სახელის შესაბამისად მოიქცა, ან თავისი სახელის მნიშვნელობა წარმოაჩინა, განახორციელა, იყო იესო ქრისტე, ბეთლემში დაბადებული, ნაზარეველი. რამდენი იცით თქვენ ბიბლიაში სახელი პიროვნება, რომელიც ატარებდა სახელს იესოს? აი რამდენი? არა, როგორ გეკადრება? ძალიან ცდები. ბიბლიაში სახელი იესო. მოდი გავიხსენოთ ყველაზე ცნობილები, ვინც იწოდებოდნენ ამ სახელით. იესო, ვინ იცით ბიბლიაში? სახელწოდება მთლიანად წიგნის. იესო, ნავეს ძე. ვინ უწოდა მას იესო? იესო ნავეს ძეს იესო ვინ უწოდა? ეს რა არის? ყველაზე ცნობილი პიროვნება მართალი ბრძანდებით იესო ნავეს ძე არის, მაგრამ ვინ უწოდა იესოს იესო? რა ერქვა მას სანამ იესო გახდებოდა? რა ვშვებით? არ ვკითხულობთ?
მოსემ უწოდა. რა დაგვემართა მისთან? მოსემ. მოსემ დაარქვა მას იესო იქნებიო. და რა ერქვა მას, სანამ მოსე იესო დაარქვა? რა სახელი ჰქონდა? რა სახელი ჰქონდა იესოს, სანამ იესო გახდებოდა? აღლა? არა. რომა. ოსია ერქვა და გახდა იესო. კარგით, კიდევ ცნობილი ვინ არის იესო ბიბლიაში? კიდევ ცნობილი. მღვდელმთავარი ზაქარიას წიგნში. ტყვეობის შემდეგ, როდესაც დაბრუნდნენ ისრაელიანები, იუდეველები იუდიაში. ვინ იყო მღვდელმთავარი? იესო. კიდევ ვინ არის იესო? კანონიკურ ტექსტში. არაკანონიკურში ჩვენ ხვდებით იესოს. ივდითის წიგნში. კიდევ სხვა წიგნში. აბა კიდევ რომელ არაკანონიკურ წიგნში არის იესო? კარგი, დავანებოთ არაკანონიკურს. კიდევ ეზრას ან სხვა წიგნებში ხო არ არის კიდევ? როდესაც კიდობანი დაბრუნდა ფილისტიმელთა მიწიდან, ვის ყანაში გაჩერდა? რა ერქვა იმ კაცს? ვის ყანაშიც გაჩერდა კიდობანი? იესო. იესო ერქვა. რა ხდება ხალხო? მაგრამ ყველა ამ იესოს და კიდევ ერთი უნდა ვახსენოთ. ახალ აღთქმაში იესოს გარდა სხვა პიროვნება არის მოხსენიებული ამ სახელით. აი ესეთი შეკითხვა. ახალ აღთქმაში, კარგი, ძველ აღთქმაში დაგვეცა თავზე ღრუბელი და ბინდი და ვერ გავიხსენეთ, მაგრამ ახალ აღთქმაში იესოს გარდა არის კიდევ სხვა იესო. არის. წმინდა პავლე მოციქულის თანამშრომელს ერქვა იესო. მეცახელად, აი თქვენ დავალება. წმინდა პავლე მოციქულის თანამშრომლის სახელი იყო იესო. რა იყო მისი მეტსახელი? და საწერია ამის შესახებ. რატომ ვლაპარაკობთ ამ ყველაფერს? ყველა ეს იესო, მიუხედავად იმისა, რომ ატარებდა სახელს, რომლის მნიშვნელობაა უფალი არის მხსნელი, ვერ აკმაყოფილებდა ამ სახელის მნიშვნელობას. ერთადერთი, ვინც დააკმაყოფილა ამ სახელის მნიშვნელობას სრულყოფილად, იყო იესო დაბადებული ბეთლემში, ღვთის ძე, ღმერთი, რომელიც გახდა ხორცი, რომელიც მოკვდა ჯვარზე. როდესაც იესო ჩვენი უნდა დაბადებულიყო, ანგელოსმა აუწყა იოსებს და უთხრა, რომ მისი სახელი იქნება რა? იესო იქნება მისი სახელი. დედა, მისი სახელი იქნება იესო. რატომ? რატომ იქნება მისი სახელი იესო? ის იქნება ცოდვებისგან მხსნელი. იესო ნავეს ძემ შეიყვანა ისრაელიანები აღთქმულ მიწაზე. იესო, რომელზეც ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნში წერია, მღვდელმთავრობდა და ესაჭიროებოდა მას განწმენდა. ეს ორი ყველაზე ცნობილი იესოა. მაგრამ ერთიც და მეორეც არ იყო ცოდვის გარეშე და ერთმაც და მეორემაც ვერ მოუტანა ხსნა ცოდვებისგან. მხოლოდ ამ იესომ მოიტანა ხსნა ცოდვებისგან. რატომ? იმიტომ რომ მან საკუთარი თავი გაიღო ჩვენ ნაცვლად და დაღვარა სისხლი. რომ გამხდარიყო ჩვენი მხსნელი და ჩვენი უფალი. სწორედ მასში ჩვენ მოვიპოვებთ არა მარტო სახელს, არამედ ძალას, შესაძლებლობას, უნარს ვიცხოვროთ
ამ სახელის ღირსად. ამინ.